საზოგადოება ამყარებს წესრიგს, საზოგადოება ადგენს ცვლილებებს. იჯარა, მოიჯარა, მიჯარისთვის მისაღები მოიჯარა, იჯარა, მოიჯარე. რას ვაკეთებდით? კეთების პროცესი და გავაკეთებთ რას? ერთი მეორეს აფურთხებს ეროვნულობა მრწამს და იმ პატარა ტვინებში აზრი არ აქვთ მათ. მთვარის ხომ ორი მხარე აქვს, ვერ გავუკეთ მათ და პათეტიკას რომ ემატება ლოყების გაწორა, ეს ისტორიას ვერ ცვლის. და მოქალაქეს უნდა ჰქონდეს იმის ღირსება, რომ მხოლოდ სამხრებად არ აშუქებდეს ამ ისტორიას. გავიზარდე SSR-ში და დღეს ქალო შედი ბუდკაში, კარგის მაჭამა ჩინოვნიკების და ტალიკაობა, ან მრევლის გამოშტერება, ჯიპიდან, ან სოკოებივით ჩაშენებული ახალი საიჯარო. წმინდა წყლის შხაპით ეთქვენ, რა ქვია ამას. ანუ საზოგადოებრივი სოციალური მდგომარეობის შრეთა მონაცვლეობა უცვლელია და გაყინულია და პატრიოტიზმის ეროვნულობის მარათონია. და ამ დროს რა გავაკეთეთ? არაფერი. დამოუკიდებელმა საზოგადოებამ რა შეცვალა? როცა ბეტონების მავზოლეუმად გადავიქეცით, მოიჯარე ტოტალიტარიზმით შეგვფუთეს. ახლა ნელა ფხიზლდებით. არ გვინდა ცხოვრობდეთ ფიქტიურ დამოუკიდებელი ქვეყნის მაკეტში, სადაც საფიცარი და ხელშეუხებელი პოლიციის გარნიტურაა, რომელიც არა ხალხს, არამედ ზეჩინოვნიკებს ემსახურება. სადაც ეტალონი წარმატებულობის მოიჯარე ბიზნესმენ ანუ საქმოსანი ბიძე ან დეიდა, კმარა, კარგია ტყეპარკების გაშენება, მოშენება, პოლიციის ზე უახლესი გარნიტურით შეფუთვა, კმარა, გამოდით ეგზოტიკურ ტურისტული თვლემიდან. საბჭოთა კავშირში დირექტივა იყო განათლება. მაღალი ნიშნული ეს იყო მაღალი გემოვნება კი აზროვნების მიკროსკოპია. სოციალური ჟანსაღე, მეცნიერება და ხელოვნება და კეთებდით, რა თქმა უნდა კინოს სახლებში ვხსნიდით რესტორნებს, ვაშენებთ ბეტონებს, ამ დაერას სასტუმროებს, ტელევიზია, რომელიც ერთ-ერთი მთავარი რგოლია საზოგადოებასთან, გადავსებულია ნაგავით, თავისუფალი ტიღრები ამოვსებულია ეფასიანი ღლიცინა გასართობებით და ტელესერიალებით და ასე შემდეგ. კმარა, სოციალური სიჯანსაღე, მეცნიერება და ხელოვნება. საზოგადოება ამყარებს წესრიგს. საზოგადოება ადგენს ცვლილებებს.